მიხეილ სააკაშვილის მთავრობის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ოფიციალურად წარუდგინა. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მინისტრთა ახალი კაბინეტი და მთავრობის სამოქმედო გეგმა დღეს ოფიციალურად წარუდგინა. უახლოეს დღეებში ქვეყნის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად წარუდგენს. აღნიშნულია განცხადებაში. კაპიცვა აჭარაში გურიისა და აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან ავტობანის მშენებლობა შეწყდა. სამუშაოებზე დასაქმებულები დილიდან პროტესტის ნიშნად აღარ მუშაობენ. დაახლოებით 300 მუშა ქობულეთთან ახლოს არის შეკრებილი. ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვა და ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნათია, რა გახდა მუშების გაფიცვის მიზეზი და რა არის მათი მოთხოვნები? 10 საათიანი სამუშაო გრაფიკი და 14-დან 15 ლარამდე ხელფასი. ეს არის აქ დასაქმებული მუშების ყოველდღიური ცხოვრება. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე შეჩერებულია. მუშები სამუშაოს გაგრძელებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მათ კომპანიის წარმომადგენელი არ შეხვდება და კონკრეტულ პირობებს არ გააცნობს. კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვთ და რატომ ახლა? ამ შეკითხვას უპასუხებს ერთ-ერთი აქ დასაქმებული ზურა ბერიძე არის, რამაზ ბერიძე უკაცრავად არის ჩვენი სტუმარი. კონკრეტულად რა მოთხოვნები გაქვთ ბატონო რამაზ და რას ითხოვთ კომპანიის წარმომადგენლობისგან? პირველ რიგში იმას მოვიტყოთ, რომ ხელფასების დაიყოს, იყოს ერთჯერადი კვება, იყოს ამ ხალხისათვის და ჩვენთვის, პირადად ჩვენთვის, რომ იყოს ნორმალური სიტუაცია, რომ შეეფერება მუშახელს, ისეთი გქონდეს და ყველაფერს რა ვიცი რა წყალზე მისლამის არ აგვაქვს და ყველაფერი გვაქვს რა ვიცი რა ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ყველა ჩვენთაგანი ადამიანი აქ ყოფნია. აქამდე თუ გქონდათ მცდელობა იმისა, რომ შეხვედროდით კომპანიის წარმომადგენლებს, რატომ დღეს? კი ბატონო, გქონდა მცდელობა. ვიყავით მოლაპარაკებაზეც, ვიყავით ერთი 10 ადამიანი თავის ოფისში. ჩავედით, ვილაპარაკეთ, რა ვიცი, დაპირებები ძალიან იყო. გამოსვლისას დაგვთ არ ვიცი რა ვინ იყო, გადაცმულობაში იყო უშიშროების თანამშრომლებიო, ასე თქვეს და ჩაიწერეს სახელგვარის რამოდენიმე ადამიანის სახელგვარი ჩაიწერეს და მე იმ ადამიანმა თქვა რომ არავით არ ისაო და დახია ეფურცელი გადაყარა და დავჭით რა ისევ იმ სიტუაციაში ვარ და ანალოგიურად გავიმეორეთ, იმიტომ ეს სიტუაცია რომ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს საქართველოში და რა ვიცი, მეგონი ჩვენს ქართველები ვარ და ჩვენ ვშვიდება რომ რაღაცა ყურადღება მოგვაქციონ და იმედია მოგვაქცევს რა რომელიმე მეთაურობა მაინც მოგვაქცევს ყურადღებას რომ ამ ჩვენ ნაშრომს 14 ლარი რა ადამიანი 14 ლარის მეტი ვერ მუშაობს ქართველები. ნახეთ უბრალოდ რა მუშაობა გინდა ალმატურაში, გინდა მანქანაზე, ნალუბოს საქმეში ნახევით რა ხდება აქ და როგორი მუშაობა მიმდინარეობს და რა ვიცი რა, ეგ არის ჩვენი მოთხოვნა რომ არ დავიშლებით მანამ სანამ არ იქნება ვინმე წარმომადგენელი მოსული და არ იქნება ერთი სიტყვა რომ რა გველის ჩვენ. იყო თუ არა უკვე მცდელობა იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს თქვენ შეხვედროდით ან კომპანიის წარმომადგენლები ხომ არ მოსულა თქვენ? არავინ არ მოსულა, არავინ არ შეხვედრია, რა ვიცი, გავართ აგერ, რა ვიცი. ყველა ხედავს როგორ გავა თელი ხალხი და რა ვიცი, არავინ არ მოსულა საერთოდ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა ერთ-ერთი დასაქმებული, რამაზ ბერიძე, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს. აქ 300-მდე მუშა ახლა შეკრებილი. ისინი კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ ითხოვენ ხელფასების მომატებას, ითხოვენ სადაზღვეო პაკეტს, იმიტომ რომ ამ ადამიანების განცხადებით, როცა კონკრეტული სამუშაოების შესრულების დროს აქ მუშა დაშავდა, მათი მკურნალობის